არასოდეს შემეკითხო კვადრატული სამზარეულო რა ღირს. იმიტომ რომ ეხლა მე და მიშაც შევეცდებით რომ აგიხსნათ რა ღირს კვადრატული სამზარეულო და რატო არ უნდა შევეკითხოთ ფასი. დავიწყოთ, მოდი მიშა, შენ დაიწყი ახსნა. დავიწყოთ განხილვა ჩვეულებრივი სამზარეულოთი, რომელიც არის 10 კვადრატი. აქ გამოყენებული არის საკარკასეთ ლამინატი, თურქული, არის MDF-ი, ისევ თურქული და როგორც ასეთი მექანიზმებით არ არის დატვირთული. ეს 10 კვადრატი სამზარეულო დაჯდა 5500 ლარი. ანუ 10 კვადრატია ეს სამზარეულო და ბიუჯეტურ ვარიანტში თქვენ რო ბიუჯეტურს ეძახით და ამ ვარიანტში დაჯდა ეს სამზარეულო 5500 ლარი. მაგრამ აქ არ თავდება ხო სამზარეულო და არც თქვენი მოთხოვნები. და არც სამზარეულოს მოთხოვნები. მოდი დავიწყოთ იმის განხილვა რომ აი ეს სამზარეულო რით შეგვიძლია გავხადოთ ვაფშე განსაკუთრებული და თან გავაძვიროთ. თან უნდა გავაძვიროთ რა ეს სამზარეულო, იმიტომ რომ კლიენტები მოთხოვნებს აძვირებენ ხოლმე. დავიწყოთ ანუ. დავიწყოთ. აქ გვაქვს 40-იანი ყუთი. მოდი დავიღოთ აქ ჩავსვათ საბოთლე მექანიზმი. ოღონდ პატარა საბოთლე კი არა, რომელიც ძირითადად გამოიყენება. ნორმალური, კარგი საბოთლე, რომელიც მთლიან ყუთს დაიკავებს. და რა ღირს ეს საბოთლე მექანიზმი რომელიც რა? სადღაც მე მგონი 300 ლარამდე. ანუ ამ ერთ კონკრეტულ უჯრაში სადაც შეიძლება თარო წასულიყო და ზედმეტი დანახარჯი არ ყოფილიყო, პირველი წაგვივიდა უკვე მექანიზმი 300 ლარი. ნუ ეხლა ამას გარდა მე მინდა ჩავსვა urna. დაგვისურნა რა. აი აქ გამოსაწევი როა ორჯამიანი რაღაც ესეთი მოწოს. მაი მოაზროს ხო 30 ლარიანები და ეს ვალიუნები არ მინდა. კარებსაც მალე აფუჭებს. ეს urna სხვადასხვა ფასია, მაგრამ ავიღოთ ეხლა ამ შემთხვევაში სადღაც 250 ლარიანი რო ჩავსვათ ნაგვისურნა. urna 250 აქ ის მომენტია რომ urna ერთკარებს დაიკავებს და მეორე განყოფილებაში პატარა საბოთლეც ხوار დაგვეყოლებინა. შე თუ გინდა დავაყოლოთ კაცო, გადაიხადო. ოღონდ კარგი ხარისხისა გავუშვათ, ეგენი სადღაც 100 ლარი მაინც ღირს. მესამე დავამატოთ საბოთლე, ესე დავაწეროთ რა. წვრილი 10-იანი საბოთლე. ანუ ეს ყველაფერი ხლა რა გაიფარისეთ იცი, აი ამ 5500 ლარს ეპლიუსება რა, ეზეგმეტდება ეს ყველაფერი. მე რა მინდა კიდე იცი აქ რო ჩავსე ხა. უჯრები მინდა რო ჩავსვა რა და. ისე საჭირო. მოდი ოღონდ უჯრებს ჩავსვა როგორც იცი, აი კარგ უჯრას რო იმუშაოს რა. უჯრებს სელასკებზე დატვირთვას რო გაუძლოს. აქ ჩავსვა ორი პატარა უჯრა, ერთი დიდი უჯრა, არა მაქვს საუბარი შარიკებიან უჯრაზე, მე მაქვს საუბარი, მოდი ვაჩვენოთ აი რომელ უჯრაზე მაქვს საუბარი რა. რო კლიენტმა კარგად გაიგოს ეს ყველაფერი. საუბარი მაქვს ამ უჯრაზე გასულ ვიდეოებში რო შიგნით ვიდექი და გაჩვენებით. ანუ ამას ძირიც მასიური აქვს. არ არის თხელ DVP-ზე ეგრეთ წოდებულზე. და თვითონ მექანიზმი ძღის საკმაოდ ძვირი. საკმაოდ ძვირი რა, არც ისე ძვირი რომ გადახდა არ ღირდეს და ამიტომ მაგრამ მარტო აქ არ მინდა უჯრები. აქაც მინდა უჯრები რა კარების მაგირად. ესე იგი რა გამოვიდა? 1 2 3 4 5 6 მექანიზმი ემატება. მასალაც ხო უნდა ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ერთითა რომ ისედაც მარტო ძირია. ამ უჯრებისა უნდა დაგიმატოთ დიდი ბოდიში, მაგრამ 600 ლარი უნდა დაგიმატოთ ამ უჯრებისა. ან ჩვეულებრივი სტანდარტული უჯრა შედის, ის არ მითხრათ რომ ანუ სამზარეულოს გაკეთებინებ და რა უჯრა უნდა უჯრა, მაგრამ როგორი ხარისხის უჯრა უნდა რა. და რამდენი ცალი 6 უჯრა ხო არ უნდა სამზარეულოს. რა 600 ლარი. სამზარეულოს შეიძლება ბევრი უჯრა. მაგრამ ფასსაც ისევ მატებს. ანუ არის კიდე რამე რეცი. ისევ აქ ხო გვექნება კუთხე და კუთხის მექანიზმი ხო არ ჩაგვესვა ეს გამოსაწევი რომ არის. და რა ჩავსვათ რა პრობლემაა ჩავსვათ. მე სადღაც 800 ლარი მაინც ღირს ბატონო ავთანდი. გვეზრდება ფასი. კუთხის 800 ლარი. ანუ ეს მექანიზმი ჩავს. რა გამოდის ახლა ფრიან სამზარეულოს ფაქტობრივად მექანიზმებით ვტირთავთ. მაგრამ მე ძალიან მომწონს ბლუმის ხო იცი ორ კარებს რო ერთად ხსნის. აი ეგ შეიძლება ვნახოთ. ეს არის თვითონ ბლუმის სახელმძღვანელო, სადაც ყველა ნებისმიერი მექანიზმი არის წარმოდგენილი და
რომელი მექანიზმია საუბარი, გეტყვით, ანუ ორ კარებს ხსნის ერთად და ძალიან მომწონს მე ეგ მექანიზმი და ნუ მოდი აი ეგ მექანიზმი მინდა ჩავსვა აქაც და აქაც. სადღაც 380 ლარი ღირს. არა, მეტი ღირდა. 400? წინასე რო დავაყენეთ. სადაც 400 ლარი დავაგოროთ, ანუ 400 800 ლარი. ანუ მე-6 დანამატი, ანუ ბლუმი ორი ცალი ჯამში 800 ლარი. ნაუქა დარჩა კიდე რამე დამოჩილება გიძროს სამზარეულო. ერთი მომენტია ხა ძალიან დახურული სივრცე ხო არ გვეძლევა და აქ ზევით ვიტრინა ხო არ გაგვეშვა თავის განათებით. ავტომატს. ძალიან მაგარი გა. ესეთი კარები სულ ცოტა 400 ლარს მაინც დაიკავებს, იმიტომ რომ ხა სიმაღლე დიდი აქვს. ოღონდ ისევ და ისევ იქნება ალუმინის ჩარჩოზე და არ იქნება რაღაც MDF-ით და რაღაც მაიმუნებებით აწყობილი. თავის განათებით ჯდება 400 ლარი. არა, მარტო კარები ჯდება 400 ლარი. განათება კიდე ვიტრინა 500 ლარი. ეხლა კიდე მოდი რას გეტყვით კიდე ხა მანამ შევჩერდით, ანუ კომენტარებში ვერ აღვპასუხოთ დიდ ბოდიშს მოგიხდით რომ ანუ რაღის კვადრატი რაღის პასუხს ვერ ვცემ და იმიტომ წერთ ეხლა ამ ვიდეოს და იმიტომ გიხსნით რომ მარტივად საანგარიშოდ შეგიძლიათ დათვალოთ ესეთნაირად რომ თუ რამე განსაკუთრებული მოთხოვნა არა გვაქვს მექანიზმები ანუ პეტლი სალასკა ეს ყველაფერი რა თქმა უნდა შედის სამზარეულოს ფასში და ასე იწყობა სამზარეული და ასეთ შემთხვევაში რომ დავთვალეთ კი გითხარით ფასტარი და 5500 ლარი მაგრამ უკვე ეს არის უკვე მე ცოტა მეტი მოთხოვნები ვისაც აქვს ის დანამატი იმიტომ ჩვენმა წავიდეთ ეს მასალა ვიყიდოთ და დავაყენოთ ამ სამზარეულოზე გავაგრძელოთ ახლა რას შეგვიძლია კიდევ შენ კი არ გიყვარს მაგრამ ძალიან ხშირად ითხოვენ ხოლმე საწურ მექანიზმს აუ საწური არ მიყვარს იმიტომ რომ აფუჭებს ნუ არც მე არ მიყვარს მაგრამ ნუ მაინც ითხოვენ ეგ შევიყვანოთ ფასი არ გინდა გან განათება ხო გვინდა სამზარეულოს ქვეშ მაგრამ იცოდეთ ეგეც შედის ჩვენ სამზარეულოს ფასში და არ ემატება ანუ განათება ავტომატურად ძის ზედაპირს გააჩნია ხა ზედაპირი როგორი გვინდა არსებობს 3-იანი 4-იანი ავსტრიული იტალიური ესპანური კი რუსული ინგლისური ფინური ანუ 150 ლარიანი 300 ლარიანი 500 ლარიანი არსებობს ზედაპირები და რომელი ზედაპირი გვინდა რომელი ავირჩიოთ რა ხარ ვაძვირეთ 3-იანი ისედაც შედის ჩვენს სამზარეულოში 3-იანი შედის მაგით ავიღოთ 4-იანი 4-იანი ავსტრიული ზედაპირი ავსტრიის შემთხვევაში ამ სამზარეულოს გჭირდება ლისტ ნახევარი და ფასთა შორის სხვაობა თურქულსა და ავსტრიულ შორის ფასთა სხვაობა რო გავაკეთოთ გამოდის დაახლოებით 500 ლარი დაემატება ანუ ჩვენი ზედაპირი რო გამოვაკლოთ თურქული და დავამატოთ ავსტრიული უკვე კარგად გემრიელეთ გავზარდეთ ფასი პლუს კიდე 500 კიდევ რა შეგვიძლია მე გეტყვი ახლა ეს თუ იქნება უსახელო MDF-ის პლანკების მაგივრად გამოვიყენოთ ალუმინები ალუმინის პროფილები კი ბატონო რას გაგვისხოვებს ახლა ეს ჯოხი სადღაც 250-300 ლარი გინდა არ გინდა განსხვავებს ამავდროულად შეგვიძლია ბაზაც გამოვიყენოთ ალუმინის ბაზა 300 ლარი უხეშად და მასალა ხო შეგვიძლია მასალა შევწყვეტ კი თავისთავად ცხადია არჩევანი დიდია მოდი ვაჩვენოთ კამერამენ ანუ წარმოდგენილი გვაქვს ესე იგი რამდენიმე ფასიანი მასალა ხო არ არის ერთი და იგივე მასალა ეს არის თურქული აჯეტე ეს არის არკოპას MDF ასევე თურქული ეგერის ავსტრიული და იტალიური ესენი არის ლამინატები ესენი არის MDF ნუ მე უპირატესობას ვანიჭებ MDF-ის მასალას აი 100-დან 100% საფასადი არის იდეა კარკასი ლამინატი ავიღოთ დაუშვათ არკოპას MDF ძალიან ძიმეთ ვიხსენებ ასეთ შემთხვევაში ჩემი დათვლით სადღაც 20%-ს მაინც გაგვიზრდის მთლიან ღირებულებაზე ცოტა მეც იმიტომ რომ მაგის ლენტები ხო კარგად იცი რომ აჯეტეს ლენტები არ მიდის არკოპაზე და 2 მაგის 3 მაგი ფასები ღირს ლენტა თვითონ ამ მასალის ლენტაც საკმაოდ ძვირი ღირს და შესაბამისად 30%-ს მაინც გაგვიზრდის კი შვენივრად გახსოვს ეგ ეს 20% კიდე ანუ გამრავლები თავისთავად ცხადია პრინციპში გვეყოფა ხო? ეხლა შეგვიძლია დავთავოთ. მე მგონი გვეყოფ თუ გავაგზავნოთ. ნუ ერთი რაღაც შეგვიძლია დავამატოთ, რომ
როგორც ასეთი ქვა იდეალური გადაწყვეტილებაა სამზარეულოზე. არ გეგონოთ ჩვენ თავის რეკლამას არ უკეთებთ, ჩვენ ქვაზე არ ვმუშაობთ, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ რომ გირჩიოთ რაც შეიძლება უფრო უკეთესი იყოს და კარგი. მაგიტო ქვა არის იდეალური გადაწყვეტილება სამზარეულოსთვის. დავთვალოთ, მაგრამ რა გამოვიდა. დავთვალოთ. კალკულატორი დაგჭირდება ეხლა ესეზე პირად დამჭირდება ამ სტატუსში. მათემატიკოსები არ ვართ. მოდი 5000 ეს ცალკე დავთვალოთ. აი ეს რაც გვაქვს. 300. ანუ შენი კარნახე მე. 300 მექანიზმი. ესე იგი ეს იყო ეს მექანიზმი. დაუმატოთ ნაგვის სურნის მექანიზმი 250 ლარიანი ჩავსვით. დაუმატოთ საბოთლე მექანიზმი, რომელიც იგივე სივრცეში ჩავსვით და დაემატა 100 ლარი. უჯრები, იმიტომ რომ გავაკეთეთ უჩინარ ძლიერ სალასკებზე, GTV-ის ფირმის სალასკებზე 1 2 3 4 5 და 6 ცალი უჯრა ჩავამატეთ და დაგვემატა 600 ლარი. ეს კუთხის მექანიზმი, რომელიც ჩავსვით და კუთხეს იდეალურად ვიყენებთ ამ შემთხვევაში, როცა ეს მექანიზმი ჯდება და კიდე პლუს 800 ლარს დავამატეთ. ვიტრინა, რომელიც ანუ სტანდარტულ სამზარეულოში არ შედის, არც ბიუჯეტურში არ შედის, აქ დავამატეთ ვიტრინა და პლუს თავისი ჩაფრეზილი განათება. მაგან დაგვიმატა კიდე პლუს 500 ლარი. ზედაპირის განსხვავება დავამატეთ, იმიტომ რომ ნუ მოგეხსენებთ ხა ნებისმიერ ფასიან ზედაპირი ვერ შევა, ხო, სამზარეულოს ფასში. ჩვენ შემთხვევაში შედის თურქული ზედაპირი, რომელიც არის საკმაოდ ბიუჯეტური და არაბიუჯეტურის ფასი ემატება და დაემატა 500 ლარი. ასევე, ნუ პროფილებისა დავამატეთ, რომ ეს სახელურიანი ჩვენ გადავაწყეთ უსახელურო სამზარეულოზე და დავარგეთ ალუმინის პროფილები და დავუმატეთ მაგისი 300 ლარი. რამდენია? 4150 ლარი. მოდი ეგ 4150 ლარი დავამატოთ ამ 5500 ლარს. რომ გავიგოთ სამზარეულოს ფასი. 9650 ლარი. 9650 ლარი დაჯდა ეს სამზარეულო იგივე მასალით, ანუ სხვა მასალით არა. რაც იყო. უბრალოდ გაზარდა ფასი მექანიზმებმა. რაც მექანიზმები დავამატეთ და ზედაპირი დავამატეთ. აქ ხო და ალუმინის პროფილები დავამატეთ. ეხლა დამითვალე თვითონ მასალა რო შეცვალო, ანუ აჯეტე და რო გადავიყვანო 545. არკოპაში ის 30% რო დავამატეთ, რამდენი გამოვიდა? 12545 ლარი. 45 ლარი. აი ნახე ხლა როგორ გინდა რომ გითხრა მე შე რომ კვადრატი რა ჯდება. თუ მეტყვი რომ აი ეს უნდა არ მინდა, დაგიჯდება ანუ 250 ლარი ნაკლები, ხო? ფაქტია. ეს თუ არ გინდა 800 ლარი ნაკლები, ანუ ძალიან რთული, ამიტომ საჭიროა ხოლმე რომ მოვიდეთ, ავზომოთ მოთხოვნები, გავიგოთ და უკვე ინდივიდუალურად უთხრათ ფასი. ხარჯთაღრიცხვა უნდა შედგეს, უნდა დავითვალოთ. ამიტომ არის რომ ვინც კი წეთ და მეკითხებით რომ კვადრატი რაღაც სამზარეულო, პასუხი თითქმის არავის არ მოგსვლეთ ჩემგან. დიდი გოდიში. დიდი მადლობა.